24 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა მოწამე სამას არაგველსა და რწანისის ომში გმირულად დაღუპულ სასულიერო და საერო პირებს იხსენიებს. დღესასწაულთან დაკავშირებით რწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა აღავლინა. თანამსახურებდნენ რწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ მენაბდე და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გილოცავთ რწანისობას, ანუ რწანისის ომში თავდადებულ საერო და სასულიერო პირთა, მათ შორის სამასე არაგველის ხსენებას. აქ არის ასევე განსაკუთრებით გამოყოფის ღირსი გიორგი გურამიშვილი, არტილერიის უფროსი, რომელსაც საოცარი სიტყვები წარმოთქვა, ამაზე მოგახსენებთ. მაგრამ თავარი არის ის, რომ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ვიმყოფებით წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, რომელიც რწანისის ბრძოლის ველზეა აგებული. ესე იგი, ეს არის აგებული მათ ძვლებზე და იმ მიწაზე, რომელიც მათი სისხლით არის გაპოხილი. ამიტომ ჩვენ ეზოში, ტაძრის ეზოში რაღაც სამუშაოების დროს ყოველთვის ამოდის უწესრიგოდ დაკრძალული ძვლები. გარდა ამისა, მთელი ეს ტერიტორია, სამასე არაგველის ბაღი, ვიდრე აღმოსავლეთის კარიბჭემდე, სულ ეს უწესრიგოდ დაკრძალული ძვლებით არის, ესე ვთქვათ, მთლიანად მათი ძვლებით არის გაჯერებული. რა შეიძლება ითქვას? დღევანდელ დღეს დამარცხდა დღევანდელ დღეს ქართველობა. მაშინ რა ვზეიმობთ? დამარცხებას? არა, ჩვენ გულისხმობთ ღირსეულ დამარცხებას, იმიტომ რომ ქართველებმა საარაკო ბრძოლა უჩვენეს მტერს და ამას თვით მტერიც აღნიშნავს აღმახმად ხანმა. თქვა რომ 50 ომი მაქვს მოგებული, მაგრამ ეს ყველაზე დიდია, იმიტომ რომ იგი არ მოელოდა, რომ ერეკლე 5000 კაცზე მეც ვერ შეაგროვებდა. მას ეგონა აქ მინიმუმ 20000 მაინც დახვდებოდა. და აი ჩვენი საკითხავი სწორედ რატომ ვერ შეძლო ერეკლემ 5000 კაცზე მეტი შეგროვება, რატო არ გამოვიდნენ? ეს ნიშნავს, რომ ეს პერიოდია, როცა ღირებულებათა სისტემა ჩამოშლილია და მამული ენა და სარწმუნოება ეგ რაღაცა ხდება. ამას მიგვანიშნებს ისიც, რომ თვითუშუალოდ ომის დროს, როდესაც მტერი ვერ ხედავდა ჩვენს პოზიციებს, იმიტომ რომ ძალიან ნისლიანი ამინდი იყო, ყველაზე კულმინაციურ მომენტში გადაიწმინდა ნისლი და გამოჩნდა მთელი პოზიციები, ის პოზიციები, რომ ერეკლეს ჯარი არ ყავდა. ამას დაემატა ღალატიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მანამდე ქართველებმა დროშებიც კი მოსტაცეს აღმახმად ხანს და იგი გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მოღალატე ნაქართველარებმა უთხრეს, რომ ერეკლეს არ ყავს ჯარი. და დაარწმუნეს იგი ამაში, მაინც არაჯერა და ის შემოტრიალდა. და მერე მოხდა სწორედ აი ნისლის გადაპენტვა და მერე მოხდა ეს ბრძოლები. ესე იგი, მივიდა ბრძოლა იქამდე, რომ ერეკლეს შეპყრობაც უკვე შესაძლებელი გახდა. მეფის, რომელიც აღმოსავლეთის კარიბჭესთან იყო გამაგრებული, იქ ჰქონდა მას კარავი და იქედან ხელმძღვანელობდა ამ ომს. მაგრამ აი აქ სამასე არაგველი შემოდის ბრძოლაში და ისინი როგორც ხალიჩა ასე დასდებენ თავს კარგი მეფისთვის და მეფე გაიყვანენ ბრძოლის ველიდან ურნებელს, რომ სამეფო ინსტიტუტი შენარჩუნებული იყო, ეს იყო მთავარი მაშინ. ამას კარგავდით. გარდა ამისა, ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ უკვე წაგებულ ომში გიორგი გურამიშვილი, როგორც ვახსენე, მოუწოდებს ჯარისკაცებს, დარჩენილებს, რომ ძმებო ქართველებო, უეჭველი სიკვდილი მოგველის, მაგრამ
ნუ მოიქცევით როგორც უსინდისოები, მოიქცეთ როგორც ინდისიერი ადამიანები, ჩვენი წინაპრების შვილები და გამოვიყენოთ. ვისარგებლოთ ამ წამით, ამ წუთით, რომ თავი დავსდოთ ქვეყნისთვის, სარწმუნოების კარგი მეფისთვის. მაგრამ როცა ყველამ თანხმობა განაცხადა, ის ამბობს საოცარ სიტყვებს, რომ მაშინ მადლობთ ძმებო, მაშინ ყველამ სამი თითით მიწა შევჭამოთ ზიარების ნაცვლად და ასევე გვეთოთ მტერს და მართლაც თითეულმა მათგანმა სამი თითით შეჭამეს ჩვენი წინაპრების სისხლით გაპოხილი მიწა, ასე ეკვეთდნენ მტერს. ეს იყო წმინდა გიორგი გურამიშვილის საოცარი ხედვა, რომ ერთია როცა სამშობლოს იცავდა კოდები მისთვის ძალიან დიდია, მაგრამ გაცილებით მეტია თუ სამშობლოსთვის და ქრისტესთვის კოდები. ამიტომ გურამიშვილს შემოყავს ქრისტეს თემა, რომ სამშობლოსთვის და ქრისტესთვის. ეს იყო სწორედ ეს მიწის შეჭამა, სწორედ ამას ნიშნავდა და ეს იყო აი დაკარგული ღირებულებების, რომელიც ქართულობამ დაკარგა და ამიტომ ჩავალდნენ ასე დღეში, აი იმ წუთში ამის აღდგენა, ქრისტესთან ისევ შეერთება. გარდა ამისა, კიდევ აი ამ ბრძოლაში საინტერესოა აღსანიშნია მუსიკოსთა დასის, ანუ მაჩაბელას თავის მუსიკოსთა დასით შემოსვლა, იმიტომ რომ უკვე წაგებულია ბრძოლა და ქართველებს ჭირდებათ გამხნევება. აი ამ დროს შემოდის მაჩაბელა და შადიანით ამხნევებს მეომრებს. ეს ისეთი, როგორც აღწერს მემატიანე, ეს ისეთი ესე ვთქვათ, ისეთი ყიჟინა, ისეთი სიმღერა იყო, რომ აი ამით გაძლიერებული ქართველები გაორმაგებით კიდევ ახალი ძალები შეეძინა და ასე ეკვეთა მტერს. მოკლედ, მთელი ეს ყველაფერი ბრძანის ბრძოლა აქ ხდებოდა ჩვენ ტაძრის წინ, სამოსი არგოლის ბაღში და კიდევ არის ერთი მომენტი აქ ერეკლე გაყავთ ბრძოლის ველიდან. იგი არ მიდის, ის ამბობს საოცარ სიტყვებს. როგორ ჩავხედო ქართველებს თვალში, რომ მე მეფე მათ ვერ უპატრონე და ასე დღეში ჩავაგდე. მაგრამ მეფე შვილებს და შვილიშვილებს გაყავთ ბრძოლის ველიდან, იგი მიდის ისე გადადის ხიდზე, აბუთვილერის ნიშთან ჩამოდის, შეავედრებს საქართველოს წმინდა თბილისის ფარველს აბოს და ასე გაემართება საგურამოთი თიანეთისკენ. მოკლედ ეს იყო მთელი ეპოპეა კრწანისის ბრძოლისა და როცა ვახსენეთ, რომ ღირებულებათა სისტემა, ასე ვთქვათ, ქართველ ერში ჩამოშლილი იყო, ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ როცა ერეკლე გარდაიცვალა 3 წლის შემდეგ, მაშინ ძალიან ბევრი მეომარი მოვიდა მის დაკრძალვაზე. და აი ეს რატომ ეს ძალიან საფიქრებელია. მე მინდა ესე იგი დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა, კრწანისის ბრძოლის შემდეგ მალევე დავკარგეთ ეკლესიის ავტოკეფალია, დავკარგეთ ენა, ცელობა ქონდა იმპერიას. ამისი სხვათა შორის ესეც ნიშანდობლივია, რომ სამი საუნჯე ჩვენი ილია მართლისეული საუნჯე მამული ენა სარწმუნოება, რომელიც ილია მართალმა კი არ მოიგონა, მან განაახლა ეს ღირებულებები, რომელიც ჩვენ ერში მუდმივად იყო, რომ ამ სამის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა ქვეყნის ერის. აი ეს საუნჯე მალევე ესე იმპერიამ გააუქმა და დარჩით აი ესე დიდი იმპერიის ნაწილად გადავიქეცით და მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ დღეს აღარა ვართ. საჭიროების წინაშე ყოველთვის ვიყავით, რომელი იმპერიის ესე ვთქვათ დაპყრობის საშუალება იმპერიას თან ესე ვთქვათ ასიმილაციის საჭიროების წინაშე ყოველთვის ვიყავით, მაგრამ
ქართველობა ამას ინარჩუნდა. მადლობა ღმერთს, რომ აი გავიდა შემდეგ რამოდენიმე წელი და ჩვენ ისევ დავიბრუნეთ და დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, დამოუკიდებელი ეკლესიით, ავტოკეფალური ეკლესიით და ჩვენი ენით ქართულით. წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირები და მრევლის სიწმინდეების თანხლებით გაემართნენ იმ ადგილისკენ, სადაც კრწანისის უთანასწორო ბრძოლა გაიმართა. სასულიერო პირებმა სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს. ღვთისმსახურებას ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლის წევრები ესწრებოდნენ. დიდი პატივია აქ დგომა თბილისის აღმოსავლეთის კარიბჭესთან. კარიბჭესთან დგომა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგავართ იმ მიწაზე, რომელიც გაპოხილია ჩვენი წინაპრების სისხლით, სადაც განიშნებენ ძვლები წინაპრებისა მოგიხსენება. საერთოდ კარიბჭე ეს არის ქალაქის შესასვლელი და ამიტომაც იყო, რომ მეფე ერეკლემ ასე გადაწყვიტა, აი ამ კარიბჭის წინ დადგა თავისი კარავი, აქ გათხარა მეოთხე სანგარი, აქვე ოხერხევში, ჩვენ ახლა ფაქტიურად ოხერხევის ტერიტორიაზე ვდგავართ, მიწით კი არის ამოვსებული კოლექტორია, მაგრამ ხევის პირას იყო აშენებული ეს უძველესი კარიბჭე, გალავანი, თბილისის აღმოსავლეთის მცველი და აი აქედან ხელმძღვანელობდა იგი ფონიჭალამდე სანგრები გაათხნევინა, მეომრებს და აქედან ხელმძღვანელობდა ომს, აი ამ კრწანისის ბრძოლას. მთავარი საკითხები რამდენიმე მაინც მინდა თქვა დღევანდელ დღეს უამრავი ბავშვია, სკოლის მოწაფეები. სწორედ გვინდა რომ მათ იმემკვიდრეონ ის დიდი სიწმინდე, როდესაც საფუძველი ჩაუყარეს ჩვენმა წინაპრებმა და განსაკუთრებით აქ კრწანისელებმა. მთავარი საკითხი მაინც იყო ის, რისთვის დაასდეს თავი მათ. მართალია ბრძოლა წააგეს, მაგრამ როგორც მემატიანი ამბობს, ეს იყო საარაკო ბრძოლა, რომელსაც თვით მოწინააღმდეგე მტერი და მათ შორის აღა მაჰმად-ხანი აღნიშნავდა, რომ ასეთი წინააღმდეგობა, ასეთი მცირე რაოდენობის ჯარისაგან მე 50-მდე ბრძოლა მოქვს მოგებული, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავსო. ეს იყო თავგანწირვა რისთვის, მამულისთვის, სარწმუნოებისთვის და ენისთვის და კარგი მეფისთვის. აი ეს ღირებულებები არასდროს არ წაშლილა, არ დაკარგულა, დღესაც არის, დღესაც თითოეული ჩვენთაგანის და სახელმწიფო დევიზი სწორედ მამული ენა და სარწმუნოება, მაგრამ ამას სჭირდება ილიასეული სიბრძნე. ჩვენი თავი ჩვენთავე გვეყუდნეს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი, თუ ჩვენი იდენტობა დავკარგეთ, მაშინ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვახერხებთ, რომ ჩვენი თავი ჩვენთავე გვეყუდნეს, მაგრამ თუ ამ ღირებულებებს დავიცავთ, მაშინ ღმერთი დაგვიცავს ჩვენ. დიდი პრობლემა ბრძოლაში დამარცხებისა ის, რომ ერეკლე მეფემ 5000 კაცზე მეტი ვერ შეაგროვა 35,000-ის წინააღმდეგ, ეს იყო ღირებულებათა ჩამოშლა ჩვენ საზოგადოებაში. შემდეგ თქვენ მოგეხსენებათ, რომ წმინდა მეფის დაკრძალვაზე 20,000 კაცი მოვიდა, მაგრამ ბრძოლაში 5,000-ზე მეტი ამ იმ მეფემ, რომელიც საქართველოს უყარდა თითქოს. აი ეს იყო პრობლემა და ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ მუდმივად. თუ ეს ღირებულებები, ანუ ის კი არა, რომ ვიღაცა არის ჩვენი პატრონი და ვიღაცა გვიშველეს, არამედ ჩვენი თავი ჩვენთავე გვეყუდნეს, აი ეს დაკარგა მაშინ საზოგადოებამ და ამიტომაც ჩამოგვეშალა სახელმწიფო და რამდენი დრო დაჭირდა ეს სახელმწიფო ისევ აღგვედგინა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ღირსი ვართ დღეს ვიდგეთ ამ სისხლით მორწყულ მიწაზე, ჩვენ ფაქტურად ძლებზე ვდგევართ, თქვენ იცით, რომ დიდი წვიმების დროს აქ ისევ ამოდის ეს ძლები, იმიტომ რომ უამრავია. ამის მიზეზი არის ის, რომ როდესაც დაეცა ეს 5,000 კაცი, ვერავინ ვერ ბედავდა აქ მოსვლას და მათ პატივით დაფლას. და 8 დღის შემდეგ, როდესაც აღამახანი წავიდა, იმიტომ რომ მას პრობლემები შეექმნა თავის იმპერიაში, მხოლოდ მაშინ ჩამოვიდნენ შავსოფლელები და მიწა მიაყარეს. და ამიტომაც არის ეს ღრმად არ არის ეს ძვლები არის ზედაპირზე ფაქტიურად. შემდეგ კი კომუნისტების დროს აქ ბაღი გაკეთდა
და ძალიან კარგია სამასი არაგველის სახელობის, მაგრამ აი ამ ძლებს ჩვენ ვაგროვებთ და დიდი რუდუნებით ვინახავთ და აქ თქვენ ჩვენთან აქაც წარმოდგენილი ამ ძვლის ნაწილები. ჩვენ არ ვიცით რომელი ვიცია, მაგრამ ერთი ვიცით. ტრის ძლები აქ არ არის, იმიტომ რომ ეს ისედაც ვიცით მუსულმანების წესია, მაგრამ წყაროც გვეუბნება, რომ არც ერთი მტრის, ესე იგი, მოყდინებული მტერი აქ არ დაუტოვებია აღმოხმადგანს, მან გაიყვანა და თელეთთან სადღაც ხევში ჩაფლო ეს ესე იგი 16,000 კაცი მოკლა ჩვენება, მაგრამ თვითონაც დაეცნენ ამ ბრძოლისას. ამიტომ აქ ყოველი ძვალი ეს არის ჩვენი დიდი წინაპრების, რომელია სამასი არაგველის, რომელია გიორგი გურამიშვილის, რომელმაც ასეთი სიტყვებით მიმართა მეომრებს. ბრძოლა წაგებულია ძმებო, მაგრამ შეგვიძლია უსინდისო ცალში წავიდეთ, ან სინდისიერად დავხვდეთ მტერს და ჩვენ მერე რა ბედი გველის სად რა მდგომარეობაში დავიხოცებით არ ვიცით, მაგრამ ეხლა კი ვიცით რისთვის ვიხოცებით. ამიტომ ყველამ სამი თითით მიწა შევჭამოთ ზიარების ნაცვლად და ასევე კვეთოთ მტერს და ასეც გააკეთეს. ანუ ქრისტე შემოიყვანეს, ქრისტეს გარეშე სიკვდილი არ უნდათ, ეს იყო მთელი არსი, თორემ ბრძოლაში ისეთ შეიძლება მოგდეს მეომარი, მაგრამ არა. წმინდა გიორგი გურამიშვილის იდეა ეს საოცარი მაშინ რაც მას მოუვიდა, ეს იყო რომ ქრისტეს თანაზიარობაში მოვკვდეთ და არა მის გარეშე. ეს არის სწორედ იდენტობა, ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს და მადლობა ღმერთს, რომ აი ამ ილიას დანატოვარი სიტყვები და ილიას ახალი არაფერი არ უთქვამს, მთელი ჩვენი წინაპრების, მთელი ჩვენი ისტორია სწორედ ეს იყო მამული, სახელმწიფოებრიობა, ენა და სარწმუნოება. ეს სამი საუნჯე ღმერთმა კრწანისელთა ლოცვით შეგვაძლებინოს ერს თუ ბერს, ხელისუფალს თუ ერისკაცს, ჩვეულებრივს შეგვანარჩუნებინოს, რომ ჩვენს აი ამ მომავალთაობას, რომელიც აქ ასე მრავლად არიან, რომ მათ ჰქონდეთ მომავალი. მე უკვე დავგლოცეთ, ვაკურთხეთ და თქვენი ლოცვით უკვე მე რამდენი წელია მობრძანდებით ჩვენთან და სამუდამთავრო წირვას აღასრულებთ შემდეგ აი ამ პარაკლისს და მადლობა და არ მოგიშალოს ღმერთთა სამუდამთავრო მსახურება ამ წმინდა მიწაზე. ამინ. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებული დღე არის დღეს ჩვენი ტაძრისთვის, კრწანისობას აღნიშნავთ. დღევანდელი დღე სწორედ ნათელი მაგალითია იმისი, თუ როგორ შეიძლება ფიზიკურად განადგურდე, მაგრამ ამავე დროს გამარჯვებული დარჩე სულიერად და ბრძოლის ველიდან გამარჯვებული გამოხვიდე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდა თაობამ გაათვითცნობიეროს და შეიმეცნოს აი დღევანდელი დღის მნიშვნელობა. ყველას გილოცავთ, დღეს არის კრწანისობა, წმინდა სამასი არაგველები, როგორც წმინდანმა შეასწრეს, წმინდა სამასი არაგველის ხსენების დღე, რომლებმაც კრწანისის ომში ისეთი გმირობა გამოიჩინეს, რომ დღემდე ახსოვს და ალბათ არასოდეს დაავიწყდება შთამომავლობას. სამას არაგველები წამოვიდნენ უკვე დამარცხებულ ომში და რამხელა ვაჟკაცობა იცი, რომ პირდაპირ უკვე სიკვდილზე მიდიხარ. მაგრამ მეფეს გვერდით დაუდგნენ, არ მიატოვეს 75 წლის მეფე ერეკლე და ბოლომდე იბრძოლეს და გასწირეს თავით. სრულიად საქართველოს ულოცავ კრწანისობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით და კრწანისელი მებრძოლების ლოცვით და მეოხებით ჩვენი ქვეყანა ღმერთმა დაიფაროს ყოველი ბოროტებისგან. გილოცავთ ისტორიულ დღეს, მოსული იყო ძალიან ბევრი ხალხი, ყოველწლიური ღონისძიებაა თარიღთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ვინც მოვიდა და დაესწრო. ეს ისტორიული ადგილია, ერთ-ერთი ბოლო ბრძოლის ადგილია საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია სამხედრო რეკონსტრუქციული თვალსაზრისით. პარაკლისის დასრულების შემდეგ დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა. გარდა ამისა, აქ მოეწყო საბრძოლო იარაღისა და სამოსის სამუზეუმო ექსპონატების გამოფენაც.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ერთობლივი პროექტი სამინისტროში კაპელანთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით. პროექტის ფარგლებში 23 სექტემბერს ნატო საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრში პირველი სალექციო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს ჯარისკაცებში პატრიოტული სულისკვეთებისა და ქრისტიანული თუ ზოგად საკაცობრიო ღირებულებების გაღრმავებას. შეხვედრაზე მოხსენებით წარდგნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარალაშვილი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი გიორგი მეტრეველი. შეხვედრები ძირითადად ეხება იმ ღირებულებებს, იმ ფასეულობებს, რომელზეც დგას ეკლესიაც და სახელმწიფოც. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მსგავსი შეხვედრები, რომლებიც ერთგვარად არა მხოლოდ ლექციურ ხასიათს ატარებს, არამედ ინტერაქციულია და ჯარისკაცებს შეუძლია თავისი კითხვა-თქვას, ჩაერთოს ამ პროცესში და მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს ამ ღირებულებებზე, სასარგებლო იქნება პირველ რიგში მისთვის. და ვფიქრობ, ეს პროცესსაც მთლიანობაში ძალიან წაადგება, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყნის გაძლიერებას, ეკლესიის გაძლიერებას და ჯარისკაცის როგორც პიროვნების გაძლიერებას ეხება. ჩვენი შეხვედრა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს თითოეულ ადამიანზე, ვისაც ფორმაცია, სამსახურის ემსახურება, იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მოტივირებული არის და უფრო გააზრებულად აკეთებს თავის საქმეს და უფრო რწმენაში არის.